დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, ის სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათში სახლში გაეწერება. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დაკავებულია მალხაზ გიგუაშვილი. ირკვევა, რომ გიგუაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ემორჩილებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ეს მტკიცდება და დასტურდება იმ ვიდეო ჩანაწერებით, რომელიც სოციალურ ქსელში თავად უკვე დაკავებულმა მამაკაცმა გაავრცელა. ირკვევა, რომ თავდაპირველად მალხაზ გიგუაშვილი კახეთის გზატკეცილზე გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და აღმოაჩინეს, რომ მას თან ჰქონდა რამდენიმე ცივი იარაღი, დანა, თუმცა რაიმე სახის რეაგირება ძალოვანი უწყების თანამშრომლებს არ მოუხდენიათ. დათვალა მალხაზ გიგუაშვილმა ავტომობილში 4-ზე მეტი დანა და აჩვენა ეს დანები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა ამ დანების ჩამორთმევის ან რაიმე კანონის შესაბამისი მოქმედების ნაცვლად მალხაზ გიგუაშვილი კახეთის გზატკეცილიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უპრობლემოდ გამოუშვეს და მიუთითეს მხოლოდ ერთ დარღვევაზე, რომ საავტომობილო გზაზე მას უკუსვლით არ უნდა ემოძრავა. რაც შეეხება ამის შემდეგ მოვლენების განვითარებას ქეთევან დედოფლის გამზირზე, მალხაზ გიგუაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გააჩერეს და მოსთხოვეს მართვის მოწმობა. მან ეს მართვის მოწმობა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არაჩვენა, პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა და ის დანები, რომელიც მანამდე სხვა ეკიპაჟმა აღმოაჩინა ავტომობილში, მოიმარჯვა ეს დანა და სწორედ ამ დანით დაჭრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მთელი დღის განმავლობაში რა ვიდეოებს აქვეყნებდა მალხაზ გიგუაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში. გადმოსვლას არ ვაპირებ, მაგრამ დანას მოგცემთ. გადმოგზავნეთ და დადეთ. მე ხელს არ მოვკიდებ ამგან. გადმოდი მე იტყვით რომ თქვენ ჩადეთ და არა ბატონო, აიდან აჰა აქტივს. თქვენ თვითონ უნდა გააღოთ კარები და მაჩვენოთ რაში დადეთ. რომ არ იყოს რამე ისეთი რა იგულისხმება. მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღი, მაგალითად ნარკოტიკული საშუალება. აი პარკი. აქაც მიდევს მამაჩემის ნაქონი დანები. აჰა. აი ძველებური დანები მამაჩემისა. კიდევ ეს დანა. ეს დახურული გაქვს და არაა პრობლემა. გავიგე. ხელმისაწვდომი თქვენ ეს ჩამოიღე. გავიგე ბატონო, რა მანქანაში ვარ ჩა. უკუსულით აღარია. გავიგე ბატონო, გავიგე. მადლობა და კარგად ზანდებოდეთ. ართვის მოწმობა შეამოწმეთ. პირადი ნომერი მანდ არის. როგორ პრავა დაძველდა და გაფუჭდა და აღარ აქვს რა ის. ყველაფერი წესრიგში მაქვს. არაფერი დაშავებული. არა. მანქანიდან არ გადმოვალ. მანქანიდან არ გადმოვალ ბატონო. ჯა ეგ ძალადობა არ შეიძლება. არ შეიძლება ბატონო, ეგ ძალადობა. გადმოდი მანქანიდან რა. არა. მომისმინე. მე მაქვს თავი. მე მაქვს უფლება დაუცვა თავი. გამიშვი მე ხელი გამიშვი. ვინ არის მალხაზ გიგუაშვილი? სამოქალაქო აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში აქტიურად არიან ჩართულები, ამბობენ, რომ ეს მამაკაცი ხშირად დადიოდა რუსთაველის გამზირზე, ასევე ხშირად აწყობდა პროვოკაციებს, მაგალითად იხსენებენ 2 ოქტომბერს, როდესაც გიგუაშვილმა ძალოვან უწყებაში დარეკა და ცრუ შეტყობინება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებმა შეიტანეს შავი ყუთი, სწორედ ამის შემდეგ მობილიზდნენ ადგილზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები და ასევე იხსენებენ 3 ოქტომბერს, როდესაც გიგუაშვილი ასევე მივიდა რუსთაველის გამზირზე, პროვოკაცია მოუწყო ახალგაზრდებს და ამბობენ, რომ 3 ოქტომბერსაც გიგუაშვილი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იყო დანებით, ამბობენ, რომ 4-ზე მეტი დანა ასევე თან ჰქონდა მალხაზ გიგუაშვილს 3 ოქტომბრის ღამეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდა და ამბობენ, რომ ეს დანები მისი შეყოვნების დროს შეამჩნიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა განსხვავება არ მოიძებნება ამ ორ ფაქტში, რადგან 3 ოქტომბერსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიგუაშვილი რუსთაველის გამზირიდან მხოლოდ განარიდეს და არანაირი მოქმედება ადგილზე არ განუხორციელებიათ. მალხაზ გიგუაშვილი ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრა აღნიშნულმა მამაკაცმა დაახლოებით 10 წუთში, მას შემდეგ რაც ეს ფაქტი მოხდა, საპატრულო პოლიციის შეფმა ლევან მაისურაძემ პირველებს დაგვიდასტურა, რომ მამაკაც ხელბორკილები უკვე დაადეს, 10 წუთი დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ დანებით შეიარაღებული მამაკაცი დაეკავებინათ, მას შემდეგ რაც მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრა, თუმცა პოლიცია რეაგირების გარეშე ტოვებდა ყველა იმ ფაქტს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე გაავრცელეს.
2 ოქტომბერს რაღაც ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსთაველის ტერიტორიაზე, პარლამენტის ტერიტორიაზე ვიღაც აქციის მონაწილეებმა შემოიტანეს შავი ყუთი. პოლიციელები იყვნენ შემოსულები, ეძებდნენ შავ ყუთს და როგორც მე აღმოჩნდა, თვითონ ამ პიროვნებას დაურეკია ცრუ ინფორმაცია გაუვრცელებია. უკვე 3 ოქტომბერს ისევ გამოჩნდა ეს პიროვნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევ სვავდა რაღაც პროვოკაციულ კითხვებს, აქციის მონაწილეებთან შედიოდა კონტაქტში. რაზეც უკვე აქციის მონაწილეებმა პატრულს კითხეს, რომ უთხრეს, რომ ეს პიროვნება სავარაუდოდ არის პროვოკატორი და თუ შეიძლება რომ განარიდოთ. პატრულმა განარიდა ეს პიროვნება, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ გამოჩნდა ტერიტორიაზე და რაღაც გამორბოდა. პატრულს გამოიქცა სავარაუდოდ და რაღაც ჯორჯაძისა და რუსთაველის კვეთაზე წაიქცა, ძალიან ცუდად დაეცა ეს პიროვნება, ხალხი დასახმარებლად მივიდა და აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა დანები. ერთი არა, 5 დანა ჰქონდა. ყველამ დაინახა, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა დანები, პოლიცია რაღაც რამდენიმე წუთი ელაპარაკა და წაიყვანა. შინ საღამოს ამ პიროვნებამ დაჭრა პოლიციელი დანით. ეს პიროვნება ძალიან კარგად იცოდა პოლიციამაც, რომ ვინ იყო, რას წარმოადგენდა, ანუ შეიარაღებული იყო დანით, თუმცა ესე გაუშვეს და ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს. მალხაზ გიგუაშვილი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ უკვე ამოღებული აქვს დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა, თუმცა ამ დანებით შეიარაღებული მალხაზ გიგუაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა ქალაქში და ეს ინფორმაცია კარგად ჰქონდათ ძალოვანი უწყების თანამშრომლებსაც.